მოგესალმებით მეგობრებო, დავიწყოთ ნელ-ნელა ჩვენი ვებინარი და დანარჩენი მსმენელებით შემოგვიერთდებიან ნელ-ნელა. პირველ რიგში გაგეცნობით, მე ვარ მარიკა კაჭკაჭაშვილი, საბუღალტრო მიმართულების ხელმძღვანელი. ვებინარს ჩემთან ერთად გაუძღვება კომპანიის საგადასახადო მენეჯერი ნინა კვირჭიშვილი. გაგაცნობთ ჩვენს კომპანიას. ჩვენ ვართ IBCCS Tax საქართველო არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოში ოპერირებს და ბიზნეს ეხმარება 2018 წლიდან. საქართველოს გარდა ოფისები გვაქვს ლიმასოლში და დუბაიში. სულ ახლახანს კი ქართული წარმომადგენლობა გაიხსნა უზბეკეთში. კომპანიის გუნდი შედგება კვალიფიციური კადრებისგან, რომლებიც ფლობენ ღრმა ცოდნას და გამოცდილებას, როგორც საერთაშორისო სტანდარტების, ისე ადგილობრივი კანონმდებლობის მიმართულებით. ჩვენი ძირითადი სერვისებია ფინანსები და ბუღალტერია, საგადასახადო მომსახურება, იურიდიული მომსახურება. ფინანსები და ბუღალტერია მოიცავს შემდეგ მომსახურებებს. ეს არის დაწყებული ბუღალტრული აღრიცხვით, ხელფასების კალკულაციის ფაილების გამზადებით, ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, კლიენტის მოთხოვნის და სურვილის შემთხვევაში საბუღალტრო პროგრამის დანერგვა, აგრეთვე გვაქვს წინა პერიოდების გადამოწმობა, ეგრეთ წოდებული ფინანსური აუდიტი. საგადასახადო მომსახურება მოიცავს საგადასახადო დავებს, საგადასახადო აუდიტს, საერთაშორისო სტატუსების მოპოვებას, შემოსავლების სამსახურიდან, აგრეთვე წინასწარი გადაწყვეტილებების ჩართულობას. იურიდიული მომსახურება მოიცავს ხელშეკრულებების გამზადებას, კომპანიის დაფუძნება, ლიკვიდაცია, საიმიგრაციო მომსახურებებს, ეგრეთ წოდებული ნებართვების მოპოვებას თანამშრომლებისთვის. მემსახურებით ბიზნესის თითქმის სრულ სპექტრს. ეს არის მშენებლობა და დეველოპმენტი, IT მომსახურება და მხარდაჭერა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, წარმოება. ჩვენ თანამშრომლობთ როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე მსხვილ კორპორაციებთან. გარდა ამისა, დავამატებ ერთ ძალიან კარგ სიახლეს, სულ ახლახანს IBCCS Tax საქართველო გახდა აწარმოი საქართველოს პარტნიორი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ კომპანია მიიღო გრანტი, რის საფუძველზეც ვეხმარებით მეწარმეებს და ვუფინანსებთ საბუღალტრო საგადასახადო მომსახურებას. იმისთვის, რომ ამ მომსახურებით ისარგებლოთ, მთავარია არ იყოთ მოვალეთა რეესტრში, არ გქონდეთ საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. პროექტი აფინანსებს თითოეულ მეწარმეზე 10,000 ლარი, მაქსიმუმ 10,000 ლარის ოდენობით. ამ 10,000 ლარით ჩვენ შეგვიძლია დავფაროთ როგორც საბუღალტრო მომსახურება, ასევე საგადასახადო კონსულტაციები. ჩავშლი დეტალურად, რას მოიცავს ეს სერვისები. ამ სერვისებში შედის ფინანსური პოლიტიკის გაწერა, უკვე არსებული გატარებების შემოწმება, თუ თქვენი სურვილია საბუღალტრო პროგრამის დანერგვა, მეწარმეების კონსულტირება და ტრენინგება, სწორედ ამ პროექტის დანიშნულებაა დავეხმაროთ მეწარმეებს, მივაწოდოთ სწორი და სასარგებლო ინფორმაცია, რათა სწორად მართონ თავიანთი ბიზნესები. ამ ნაწილში, ვისაც გექნებათ კითხვები, უფრო დეტალურად, თუნდაც ახლა შეგიძლიათ მკითხოთ, თუნდაც ვებინარის ბოლოს გაგესაუბრებით და აგიხსნით. პრეზენტაციაც ხორბოზიარებ. კი ბატონო, ეხლა გავაზიარებ პრეზენტაციას და დავიწყოთ უშუალოდ ფინანსური ანგარიშგების მომზადების ეტაპები. უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს, რომ მითხრათ თუ ხედავთ პრეზენტაციას. არა, არ გამოჩენილა. ერთი წუთით. წესით ახლა უნდა ხედავდეთ. ჩანს, ყველანი ხედავთ, ხო? ეს შემდეგაც გაიგზავნება კივენს მსმენელებთან, შემდეგაც გამოგეგზავნებათ მითითებულ მეილებზე, რომლის საფუძველზეც დარეგისტრირდით და იქაც შეგიძლიათ უკვე დეტალები იხილოთ, თუნდაც აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში, რა სერვისებს თავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოებს და ასევე ზოგადად კომპანიაც ძალიან კარგი შესაძლებლობა არის
და ლიმიტიც 10,000 დოლარი არ არის ცოტა, აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს ამ პროექტის შესახებ ცნობადობა უფრო მეტი უნდა იყოს, რადგან ვფიქრობთ, რომ ყველასთვის დამაინტერესებელი არის ეს ნაწილი და შეუძლიათ ისარგებლონ ამ სერვისებით, ამ დაფინანსების ფარგლებში. უშუალოდ რაც შეეხება პრეზენტაციას, ვებინარის განმავლობაში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს და ერთი თხოვნა მექნება, თუ გექნებათ კითხვები უშუალოდ პროცესში შეგიძლიათ მოიწეროთ, თუ არა, როგორც კი დასრულდება ვებინარი, გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც. გავადიდოთ პრეზენტაცია. განვიხილავთ SARAS-ის როლს და ფუნქციას, რა არის ფინანსური ანგარიშგების არსი და ვინ არის მისი სამიზნე აუდიტორია, ანგარიშგების წარდგენის ვადა, ვის აქვს წარდგენის ვალდებულება, ზომითი კატეგორიის განსაზღვრა და ცვლილების წესი, განვიხილავთ აგრეთვე კონსოლიდაციას, რომელიც უკვე მესამე კატეგორიის კომპანიებისთვის სავალდებულოა, თუ აქვთ ამის ვალდებულება. შემდეგი საკითხი არის უფრო პრაქტიკული და ბუღალტრებისთვის საინტერესო, ვინაიდან ამ საკითხში განვიხილავთ, როგორ შევარჩიოთ სწორად სტანდარტი და როგორ მოვამზადოთ საბუღალტრო ბაზა, რომ მოვამზადოთ ფინანსური უწყისები. განვიხილავთ აგრეთვე ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ხმას საერთაშორისო სტანდარტებად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წარდგენის ფორმა, როგორ წარმოადგენთ ანგარიშგებას და რა პლატფორმის მეშვეობით. რა ხდება, როდესაც არ წარმოადგენთ პირობითად ანგარიშგებას და განვიხილავთ აგრეთვე ერთ პრაქტიკულ მაგალითს ახსნა-განმარტებით შენიშვნებით. დამატებით მოგახსენებთ, რომ მე განვიხილავ მესამე კატეგორიის კომპანიას, რომელსაც ვალდებულება აქვს მოამზადოს ახსნა-განმარტებითი შენიშვნები, მეოთხე კატეგორიას ამის ვალდებულება არ აქვს, იყენებს გამარტივებულ მეოთხე კატეგორიის სტანდარტს. ამიტომ ჩემი მაგალითი უფრო სრულია, თუ ვინმეს გექნებათ მესამე კატეგორია, ეს პრაქტიკული მაგალითი დაგეხმარებათ. რა არის SARAS-ის როლი და ფუნქცია? SARAS-ი ეს არის ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც არის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მარეგულირებელი ორგანო. მისი მისია ქვეყანაში ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის ზედამხედველობა და გაუმჯობესება. SARAS-ი განსაზღვრავს ოფიციალურად რა ფორმით უნდა მომზადდეს ანგარიშგებები, ის აწესებს სტანდარტებს, სწორედ SARAS-ის მიერ არის შემუშავებული გამარტივებული სტანდარტიც, თუ საჭიროა რომელიმე სტანდარტის გაუმჯობესება, პირიქით ამოღება, სწორედ ამის მეთვალყურეობას აკეთებს, პერიოდულად SARAS-ი ამოწმებს უკვე გაგზავნილ ანგარიშგებებს, თუ არის ანგარიშგებებში მაგალითად შეუსაბამობა, ეს შეიძლება იყოს კატეგორია ან სტანდარტი, ამის გამო გეგმავს შეხვედრებს მეწარმეებთან განიხილავს და თუ საჭიროა თუ კი რაიმე პრობლემა იქნება ამ პროცესში, თუ კი საჭიროა ამის საჯაროებასაც აკეთებს. საბოლოო ჯამში SARAS-ის როლი არის უზრუნველყოს საქართველოში ქვეყნის მასშტაბით ყველა ანგარიშგებების გასაჯაროება, გამჭვირვალობა, სანდოობა, საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობა, რაც ხელს შეუწყობს ინვესტორთა დაცულობას და საერთაშორისო ბიზნეს გარემოს დაფუძნებას საქართველოში. რა არის ანგარიშგება ზოგადად, რა არის მისი ძირითადი მიზანი და ვინ არის სამიზნე აუდიტორია? ფინანსური ანგარიშგება არის კომპანიის ფინანსური მონაცემების ოფიციალური ასახვა სტანდარტიზირებული ფორმით. მისი ძირითადი მიზანია კომპანიის ფინანსური უწყისები წარმოაჩინოს ისეთი სრული და სასარგებლო ფორმით, რომელიც საინტერესო იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის. გამარტივებული სტანდარტით SM-ით ანგარიშგებას ამზადებენ ის მეწარმეები, რომლებსაც არ აქვს საჯარო ანგარიშვალდებულება და თავიანთ ანგარიშგებას ამზადებენ უბრალოდ მხოლოდ გარე მომხმარებლებისათვის. სრული IFRS-ისგან განსხვავებით, გამარტივებული SM-ი არის შედარებით მარტივი, არ აქვს რთული წესები გამჟღავნებაზე, ამით მცირე მეწარმეები ინარჩუნებენ თავიანთი ანგარიშგების სანდოობას და თავიდან იცილებენ უბრალოდ ზედმეტ და რთულ პროცესებს. ვინ არის ანგარიშგების სამიზნე აუდიტორია? SARAS-ით დადგენილია, რომ ანგარიშგების სამიზნე აუდიტორია არის პირობითად ინვესტორები.
და აქციონერები. ესენი ამ ნაწილში ჩართულები არიან პირობითად, სწორედ რომ ფინანსური უწყისების საფუძველზე გადაწყვეტენ, შეინარჩუნონ თავიანთი წილები უკვე არსებულ კომპანიებში, ან ხელახალი ინვესტირება მოახდინონ. კრედიტორები და განსესხებლები. კრედიტორები და განსესხებლები სწორედ რომ ფინანსური უწყისებზე დაყრდნობით აფასებენ კომპანიის გადახდის უნარიანობას. მენეჯმენტის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, სამომავლო გადაწყვეტილებებს კომპანიაზე იღებს სწორედ რომ ფინანსური ინფორმაციაზე დაყრდნობით. მარეგულირებელი და სახელმწიფო ორგანოები, ის მაკონტროლებელი ორგანოები, რომლებიც ამოწმებენ ამ ჩვენს წარდგენილ და გასაჯაროებულ ანგარიშგებებს, რამდენად სანდოა, გამჭვირვალეა, პირობითად რამდენად ურისკოა კომპანია. ამის ნათელი მაგალითია პირობითად საერთაშორისო სტანდარტებთან ჩვენი ადგილობრივი კანონმდებლობის ბმა, რომელიც ჩვენი ვებინარის თემატიკის ერთ-ერთი საკითხია და ამას უფრო დეტალურად გავშლით შემდეგ თავში. ვის აქვს წარდგენის ვალდებულება? ჯერ განვიხილოთ ანგარიშგების წარდგენის პერიოდი. ანგარიშგების წარდგენის პერიოდია საოპერაციო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანესი შემდეგი კალენდარული წლის 1 ოქტომბერი. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ კომპანიებს არ აქვთ ესე სტანდარტული საოპერაციო პერიოდი, მაგალითად იანვარი-დეკემბერი და პირობითად კომპანიის პერიოდია 1 ივნისიდან 30 ივნისამდე. რა ხდება ამ დროს? კომპანიამ უნდა წარადგინოს ანგარიშგება არაუგვიანეს ამ საოპერაციო პერიოდის დასრულებიდან, როცა ექნება ეს ანგარიშგება მზად, მაგრამ ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. დამატებით აღნიშნავ, რომ თუ გაგზავნის დედლაინი პირობითად ამ შემთხვევაში 1 ოქტომბერი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ვადად გადაიწევს შემდეგი სამუშაო დღე. ვის აქვს წარდგენის ვალდებულება? საქართველოში ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება აქვთ შემდეგ იურიდიულ ფირმებს, შპს-ებს, სრულ საზოგადოებას, კომანდიტურ საზოგადოებას, სამეწარმეო კოოპერატივს და IP-ს არ აქვს ვალდებულება, ეს არის გამონაკლისი. გათავისუფლებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ IP-ს უნდა რომ მოამზადოს ანგარიშგება, მისი სურათი წარმოაჩინოს, რომ უფრო არის სანდო, გამჭვირვალე, მას ამ ნაწილში შეზღუდა არ აქვს, უბრალოდ ვალდებულება არ აქვს, სურვილის შემთხვევაში შეუძლია წარადგინოს ჩვეულებრივად. ზომითი კატეგორიის განსაზღვრა და ცვლილების წესი. კანონი კომპანიებს ყოფს ზომითი კატეგორიის მიხედვით 4 ძირითად კატეგორიად. გვაქვს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორია. სტანდარტით პირველი კატეგორია, რომელიც მოიცავს CDP-ებს, ფინანსურ კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებს, მიეკუთვნება ყველაზე დიდ კატეგორიად, ხოლო მეოთხე არის ყველაზე მცირე კატეგორია. კატეგორიების მიხედვით გვაქვს შემდეგი კრიტერიუმები. ზოგადად სტანდარტით იმისთვის, რომ განსხვავოთ კომპანია რომელ კატეგორიას მიეკუთვნება, არის შესაბამისი მაჩვენებლები. გვაქვს 3 მაჩვენებელი, ეს არის აქტივების რაოდენობა, როგორც მიმდინარე, ისე გრძელვადიანი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, შემოსავალი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა. შემოსავალში გაითვალისწინეთ, რომ უნდა აიღოთ კომპანიის ძირითადი საოპერაციო შემოსავალი რაც არის, აქ კურსთა შორის ხვაობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება. რაც შეეხება დასაქმებულს, დასაქმებულების საშუალო რაოდენობის დათვლის დროს შეგიძლიათ ჩასვათ დირექტორიც, ვინაიდან ისიც კომპანიის ერთ-ერთი დასაქმებულია. თუ ამ 3 მაჩვენებლიდან კომპანია აკმაყოფილებს მინიმუმ 2 კრიტერიუმს, იმას უკვე ენიჭება შესაბამისი კატეგორია. ყველაზე დიდი კატეგორიის შემთხვევაში აქტივები უნდა აჭარბებდეს 50 მილიონს, შემოსავალი 100 მილიონს, დასაქმებულები 250-ს. მეორე კატეგორია, აქტივები არ უნდა აღემატებოდეს, აქ უკვე პირიქით 50 მილიონს, შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიონს, ხოლო დასაქმებულები 250-ს. მესამე კატეგორია, რომელიც ძირითადად მცირე საწარმოებია, აქტივები არ უნდა აღემატებოდეს 10 მილიონს, შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 20 მილიონს, ხოლო დასაქმებულები 50-ს. დასაქმებულებში ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ იგულისხმება საშუალო მაჩვენებელი. მეოთხე კატეგორია, ყველაზე პატარა და მიკრო კომპანიები. აქტივები არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონს, შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიონს, დასაქმებულების საშუალო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 თანგარში.
ეხლა ყველას მოგვეხსენება, ანუ ბუღალტერიაში როგორც ხდება, კომპანიას ერთი და იგივე მაჩვენებელი, ესე სტანდარტულად ყოველთვის ფიზიკურად ვერ ექნება. შესაძლებელი იქნება, რომ მოხდეს კატეგორიის ზრდა ან შემცირება, შესაბამისად ეს მაჩვენებლები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. სტანდარტით გვაქვს ცვლილების წესები. მაგალითის სახით განვიხილავ ორი ცვლილების წესს, როდესაც ხდება პირობითად კატეგორიის ვარდნა შემცირება და პირიქით, როდესაც ხდება კატეგორიის ზრდა. რა შემთხვევაში როგორ ვიქცევით? პირობითად ავიღოთ კომპანია ZZ ვეღარ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ხდება კატეგორიის შემცირება და უშუალოდ 2022 წელს რაღაცა X კომპანია იყო მეორე კატეგორიაში. 2023 წელს გაიზარდა მაჩვენებლები და გადავიდა მესამე კატეგორიაში, ანუ შემცირდა ერთი კატეგორიით, მაგრამ სტანდარტით 2023 წელს კომპანია ისევ ვალდებულია წარადგინოს მეორე კატეგორიით, იმიტომ რომ საჭიროა 2 წელი, რომ შემცირებულ კატეგორიაზე გადავიდეს კომპანია. ხოლო 2024 წელს თუ მაჩვენებლებით ისევ იქნება მესამეში, უკვე 24 წელს სტანდარტით კომპანია ვალდებულია გააგზავნოს მესამე კატეგორიის სტანდარტით ანგარიშგება. ეს რაც შეეხებოდა, როდესაც კატეგორია შემცირდა. მაგრამ შესაძლებელია გქონდეს პირიქით. გაიზარდოს მაჩვენებლები და პირიქით კომპანია დაბალი კატეგორიიდან გადავიდეს უფრო მაღალ კატეგორიაში. და უშუალოდ 22 წელში კომპანია იყო ყველაზე პატარა კატეგორიაში, მეოთხე კატეგორიაში. მაგრამ 23 წელს მოხდა გაფართოება და კომპანია პირდაპირ გადავიდა მეორე კატეგორიაში. ამ შემთხვევაში უკვე 2 წლიანი ლოგინის რეჟიმი აღარ გვექნება და 23 წელსვე კომპანია ვალდებულია უკვე მეორე კატეგორიის სტანდარტით გააგზავნოს ანგარიშგება. დამატებით მოგახსენებთ ერთ ინფორმაციას, დაუშვებელია სტანდარტით რა კატეგორიას გენიჭებათ, იმაზე უფრო დაბალი კატეგორიის არჩევა, ხოლო უფრო მაღალი კატეგორიის სტანდარტი რო აირჩიოთ, ამაში შეზღუდულები არ ხართ. თუ კი რაიმე კითხვა გაქვთ, მოიწერეთ, ან არ ვიცი, შეგიძლიათ ჩართოთ ხმა და ისე დასვათ, რა საკითხებიც გავიარეთ, თუ კი გაქვთ რაიმე კონკრეტული кейსი ან კითხვა. ალბათ არა ხო? კარგით, გადავიდეთ მაშინ კონსოლიდაციის საკითხზე. განვიხილავ კონსოლიდაციის ნაწილსაც, იმიტომ რომ მეოთხე კატეგორიას კი ბატონო არ ეხება, მაგრამ მესამე კატეგორიაში კონსოლიდაცია არის სავალდებულო თუ ამის ვალდებულება დგება. ზოგადად რა არის კონსოლიდაცია? კონსოლიდაცია არის მშობელი კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების ერთი გაერთიანებული ანგარიშგება, რომელიც ჯგუფს როგორც ერთ ეკონომიკურ ერთეულად წარმოადგენს. კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში აისახება როგორც მშობელი, ისე შვილობილის ფინანსური მონაცემები, ოღონდ მათი შიდა ტრანზაქციები ვარდება, ანუ მათი შიდა ტრანზაქციები გამორიცხულია კონსოლიდირებული ანგარიშგებიდან, მაგრამ ყოველთვის არის დაფიქსირებული არამაკონტროლებელი წილი. რა არის ახლა არამაკონტროლებელი წილი? ეს თანხა უნდა გამოჩნდეს ფინანსურ ანგარიშგებაში, რომ ნაჩვენები იყოს, რათა გამოჩნდეს, რომ მშობელ კომპანიაში არის რაღაც თანხა, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს და არის გარემე საკუთრის. რა შემთხვევაში ხდება კონსოლიდაცია? კონსოლიდაციის ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი არის კონტროლი. როდესაც კომპანია ფლობს, ანუ სხვა კომპანიაში წილს და ეს წილი უნდა იყოს 50%-ზე მეტი. სტანდარტით და კანონმდებლობით გვაქვს ასე, თუმცა არის გამონაკლისი, რომ არ შეიძლება იყოს 50%-ზე მეტი, მაგრამ ამ დროს უნდა გქონდეს დამატებით ან ხელშეკრულებაში, ან კრების ოფისში ჩანაწერი, რომ არ აქვს პირობითად წილი 50%-ზე მეტი, მაგრამ აქვს კონტროლის უფლება და ამ შემთხვევაში წილის მიუხედავად იქნება კონსოლიდაცია საჭირო. კანონით აგრეთვე გვაქვს გარკვეული გამონაკლისები, რა შემთხვევაშიც კონსოლიდაცია არ არის საჭირო. პირობითად ეს ხდება იმ დროს, როდესაც მშობელი თავად არის სხვისი შვილობილი და სწორედ ის ზემდგომი მშობელი აკრძალვის კონსოლიდირებულ ანგარიშგებას. ამ შემთხვევაში კონსოლიდაცია აღარ იქნება საჭირო და თუ დროებითი კონტროლის სიტუაცია გვაქვს, ანუ წილი აქვს შესყიდული, პროცენტულად კონტროლი არის, მაგრამ ეს არის დროებითი, არ აღემატება 1 წელს და წილი გასაყიდად არის შეძენილი. სხვა ყველა გამონაკლის შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა მოხდეს კონსოლიდაცია. გვაქვს პრაქტიკული მაგალითი,
სადაც ABC კომპანიებს აქვთ გარკვეული წილები რაღაცა შეპესე M-ში და გამომდინარე იქიდან, რომ შეპესე B-ს აქვს 55%, ცალსახად გამორიცხულია, რომ ცალსახად აღსანიშნავია, რომ პირდაპირ კონსოლიდაცია გაკეთდება, B გრუპს აქვს ამის ვალდებულება M-თან კონსოლიდაციის. დანარჩენებს პროცენტული წილებიდან გამომდინარე, კონსოლიდაციის ვალდებულება არ აქვთ. ეხლა გადავარ ყველაზე უფრო პრაქტიკულ საკითხზე ბუღალტრებისთვის, როგორ მოვამზადოთ საბუღალტრო ბაზა იმისთვის, რომ ამოვიღოთ სწორი ფინანსური უწყისები, ჩვენი დამუშავებული ფორმები იყოს სწორი, კანონთან შესაბამისი. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? პირველ რიგში საზღვრავთ კომპანიის კატეგორიას, რომ გავიგოთ, რომელი სტანდარტის მიხედვით უნდა მოვამზადოთ ანგარიშგება. კანონის მიხედვით პირველი კატეგორიის კომპანიები სრული IFRS-ით ამზადებენ ანგარიშგებას. მეორე და მესამე კატეგორიებს აქვთ SM-ით გამარტივებული სტანდარტით მომზადების უფლება, მაგრამ აქ აღნიშნავ, რომ მეორეს აქვს დაშვება, სრული სამებს შეუძლია გამოიყენოს სრული IFRS-ი. ხოლო მეოთხე კატეგორიის ყველაზე პატარა კომპანიები აწარმოებენ გამარტივებული სტანდარტით. ფინანსური ანგარიშგების მომზადება ეს არის ერთი რთული, კომპლექსური, მრავალეტაპიანი პროცესი, სადაც აბსოლუტურად თავს იყრის ყველა გატარება, ხდება ამ გატარებების გადამოწმება და აუცილებელია, რომ ყველა ეს გატარება უნდა იყოს ასახული პროგრამაში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე. ქვემოთ ახლა ავხსნი დეტალურად თითოეულ ნაბიჯებს, როგორ გადავამოწმოთ საცდელი ბალანსიდან თითოეული მუხლები, რომ იყოს სწორი და სტანდარტებთან და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისი. ეს უფრო არის პრაქტიკული ნაწილი, რომელიც უფრო საინტერესო იქნება ბუღალტრებისთვის. პირველ რიგში ქეშის მუხლები. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? ფულადის ახსნების საბოლოო ნაშთი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენ სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთს, თუ რა თქმა უნდა ნაღდი ფულს ვიყენებთ, მაგრამ აქ მთავარი ფაქტორია გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაღდი ფული უნდა იყოს გონივრული, ის რაც კანონმდებლობით არის დადგენილი. აგრეთვე საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს. აქვე დამატებით მოგაწვით ერთ ინფორმაციას, როგორც იცით ბუღალტრებმა, RSI ინტეგრირებულია და ხედავს კომპანიის ყველა საბანკო ანგარიშს, რაც კი აქვს გახსნილი საქართველოში. ერთი განცხადებით შეგვიძლია მარტივად ამოვიღოთ ყველა ანგარიში, გავიგოთ კომპანიამ რომელი ანგარიში როდის გახსნა და ამჟამად რომელი აქვს აქტიური ან რომელი უკვე დახურული. მაგრამ არსებობენ კომპანიები, განსაკუთრებით ვისაც არარეზიდენტი ყავს პირობითად დამფუძნებელი ან დირექტორი, ფლობენ აგრეთვე ანგარიშებს, რაც საერთოდ არ არის შეზღუდვა საზღვარგარეთ. როგორ ვიქცევით ამ დროს? ამ დროს აუცილებელია შემოსავლების სამსახურს ვაცნობოთ განცხადებით, რომ რომელ ბანკში რა ანგარიში გვაქვს გახსნილი, რა ვალუტაში და როდის გავხსენით. თარიღს აქ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ სწორედ ამ თარიღიდან გამომდინარე შესაძლოა დავექვემდებაროთ ჯარიმას, იმიტომ რომ გვაქვს 5 სამუშაო დღე ამ ნაწილში. თუ მივუთითებთ, რომ პირობითად ანგარიში გავხსენით 5 მარტს და განცხადება ავტვირთეთ 20 მარტს, ცალსახად ველოდოთ, რომ რამდენ ანგარიშსაც დავამატებთ, იმდენი 100 ლარიანი ჯარიმა მოვა ამაზე. შესაძლოა შეიცვალოს გაფრთხილებით, მაგრამ პრაქტიკაზე დაკვდებით, რაც მე შემიძლია გითხრათ, პირდაპირ ფულადი ჯარიმა გამოიხატება ამ შემთხვევაში და ფულადი ჯარიმა იწერება, რომელიც მერე პირადპარადზე დაგერიცხებათ. ანალოგიურად, როგორც კი პირობითად რომელიმე არარეზიდენტ ბანკში ანგარიშს დახურავთ და გააუქმებთ, ანალოგიურად იწერებით და ატყობინებთ შემოსავლების სამსახურს, რომ ესა და ეს ანგარიში, რომელიც უკვე დაურეგისტრირეთ, რომ გახსნით ამ და ამ დროს, უკვე აღარ გაქვთ. მარაგების კონტროლი და შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარაგების შესყიდვა, გადაადგილება, ჩამოწერა, აბსოლუტურად ყველაფერი იყოს დადასტურებული პირველადი დოკუმენტებით. რას ნიშნავს ეს? მარაგების შესყიდვა გადამხდელი პირებისგან უნდა იყოს დადასტურებული სასაქონლო ზედნადებით. სასაქონლო ზედნადები არის პირველადი ბუღალტრული დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს როგორც საქონლის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას, ისე მის ტრანსპორტირებას და მყიდველის დანიშნულების ადგილამდე მიტანას. გაითვალისწინეთ, რომ მარაგების აღრიცხვის დროს გაითვალისწინეთ ყველა მისი ხარჯი, რაც მის თვითღირებულებას უნდა დაემატოს, სანამ ეს მარაგი თქვენ საწყობამდე მივა და სამუშაო მდგომარეობამდე მოვა.
რაც შეეხება შესაძლოა გქონდეთ ფიზიკური პირებისგან შესყიდვები ამ ნაწილში, პირველად დოკუმენტად ჩაითვლება შესყიდვის აქტი, მაგრამ მხოლოდ შესყიდვის აქტი არ იქნება საბოლოო დოკუმენტი, იმიტომ რომ შესყიდვის აქტი აფიქსირებს, რომ ორმა მხარეში მოხდა ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია. ჩვენ გვჭირდება დამატებით დოკუმენტი, რომელიც დამიდასტურებს, რომ ეს საქონელი ჩემს მისამართზე, ან ჩემს საწყობში, ან ჩემს ობიექტზე მოვიდა. ამისთვის შესყიდვის აქტის საფუძველზე ვწერთ შიდა გადაადგილების ზეგნადებს, სადაც ვაფიქსირებთ, რომ ტრანსპორტირების დაწყება არის, სადაც მე საქონელი შევიძინე და მივიტანე ჩემს დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ პერიოდის ბოლოს მოხდეს ინვენტარიზაცია, განსაკუთრებით კომპანიები, რომლებიც ხართ სამშენებლო ან ყიდვა-გაყიდვით დაკავებული, გაითვალისწინეთ, რომ ინვენტარიზაციით განვირიცხება რაიმე უზუსტობა პირობითად აუცილებელია, რომ თქვენი რეალური ნაშთები ეძრებოდეს პროგრამულ ნაშთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც იცით, საგადასახადო კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს როგორც ზედმეტყობა, ისე დანაკლისის კუთხით დაბეგვრა და გვაქვს ამაზე ჯარიმები, თუ ამას პირობითად აუდიტით ჩვენამდე გააკეთებს და კომპანიები, როგორც გითხარით, სამშენებლო ყიდვა-გაყიდვის სფეროდან შემოწმების შემთხვევაში აუცილებლად მოხდება თქვენი საწყობის დათვლა და ინვენტარიზაცია დაინიშნება მათ მიერ. გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა. გრძელვადიანი აქტივები უნდა გქონდეთ აღრიცხული აუცილებლად სტანდარტის გათვალისწინებით, უნდა გქონდეთ შესაბამისი ფინანსური ცვეთა გათვალისწინებული, აგრეთვე თუ გაქვთ რაიმე გაუფასურება, საბოლოო ნაშთები რაც ბალანსზე გექნებათ, აუცილებლად უნდა ეძრებოდეს თქვენს მიერ წარდგენილ ქონების დეკლარაციას, პერიოდულად გადახედეთ სასარგებლო მომსახურების ვადებს, შესაძლოა ხდებოდეს საჭირო იყოს მათი შეცვლა, აქვე გაითვალისწინეთ, რომ პირობითად რაღაცა კონკრეტულ ჯგუფში რომელიმე ერთ აქტივს ვერ შეუცვლით ვადას, ანუ ჯგუფი მთლიანად უნდა გადახედოთ და გადააფასოთ, ესე კონკრეტულად ერთი აქტივის ამოღება ვერ მოხდება. აქაც ანალოგიურად ვიძლევით რეკომენდაციას ინვენტარიზაციაზე, იმიტომ რომ ზუსტად იგივე გვაქვს ზედმეტობა და ნაკლისი ექვემდებარება კანონით დაბეგვრას. მოკლებადიანი მოთხოვნები და ვალდებულებები. იმისთვის, რომ დავწმუნდეთ, რომ ჩვენ საცდელ ბალანსში საბოლოო ნაშთები, რაც გვიფიქსირდება ჩვენს ენაზე, დებიტორებზე და კრედიტორებზე, არის სწორი, რომელიც გატარებულია ქართულობრივი შესყიდვები, პირობითად შესყიდვების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებებიდან, მიღება ჩაბარების აქტებიდან, ინვოისებიდან, იმპორტის შემთხვევაში საბაჟო დეკლარაციებიდან და ინვოისებიდან. საბოლოო ნაშთებზე ვაფორმებთ შედარების აქტებს, ამით ვადასტურებთ, რომ ორივე მხარეს გვაქვს ერთნაირი ჩანაწერები და გამორიცხულია რაიმე ტრანზაქციის ამოვარდნა, იმიტომ რომ შესყიდვის გამოვარდნა პირდაპირ ჩვენი ხარჯის ამოვარდნა იქნება, შემოსავლის დებიტორის შემთხვევაში კიდევ შემოსავლის, რაც პირდაპირ ჩვენს ფინანსურ მოგებაზე აისახება და ჩვენი დათვლილი შედეგები არაფრით არ იქნება სწორი. საგადასახადო ვალდებულებები. ამ მუხლში არსებული თითოეული ნაშთი უნდა ეძრებოდეს შესაბამისი დეკლარაციის ნაშთებს, ხოლო ხაზმის ერთიანი ანგარიში აუცილებლად უნდა ეძრებოდეს შედარების საქმეში დაფიქსირებულ თანხას. ნებისმიერი შეუსაბამობა, ნებისმიერი უზუსტობა მიანიშნებს, რომ საჭიროა რაღაცის კორექტირება. აგრეთვე გაითვალისწინეთ შედარების აქტიდან სწორად ასახეთ საურავებიც, რათა საბოლოო ნაშთზე სწორად გახვიდეთ. ხელფასების და შემვითი ვალდებულებების აღრიცხვა და გადამოწმება. კომპანიაში ხელფასების დარიცხვა უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე აუცილებლად იმ პირობების გათვალისწინებით, რაც გვაქვს შრომით ხელშეკრულებაში. ამ ნაწილში გაითვალისწინეთ, ხელფასების ნაწილში გვაქვს ორი ესეთი საკითხი. ხელფასების ყველა სხვა სარგებელი, ეგრეთ წოდებული ბენეფიტების დაზღვევა, ფიდფასი, შესაძლებელია თანამშრომელს აუნაზღაუროთ რაიმე კურსი, რომელიც მის კვალიფიკაციასთან არ იყოს საჭირო, ყველა დაბეჭდილი სარგებელი უნდა იყოს შესაბამისი უკვე წარდგენილ დეკლარაციებთან, მაგრამ ხარჯები უნდა იყოს აღიარებული აუცილებლად დარიცხვის პრინციპით. პირობითად, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ იანვრის, თებერვლის, მარტის ხელფასები, როდის გადაიხადეთ, დავუშვათ ივნისში. თქვენი ხარჯები უნდა იყოს აღიარებული აუცილებლად იანვარში, თებერვალში და მარტში. საკასო მეთოდს ვიყენებთ, როდესაც ვაკეთებთ დეკლარირებას. დარიცხვის მეთოდს ვიყენებთ, როდესაც ვახდენთ ხარჯების აღიარებას და ამ ორის გამიჯვნა არ გამორჩეთ, არასდროს არ დაარიცხოთ ხელფასები გადახდის თარიღში, იმიტომ რომ ხარჯებში პერიოდებში გექნებათ შეუსაბამობა.
გარდა ამისა, აქ ერთ დამატებით ინფორმაციას გეტყვით, პირადად მე რასაც ვიყენებ პრაქტიკაში, პირობითად საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს დაგრჩათ რაღაცა გადასახდელი ხელფასები, დეკემბრის ხელფასები პირობითად გადავიხადეთ იანვარში. გაითვალისწინეთ, რომ თუ პირობითად გადასახდელი გვაქვს დავუშვათ 1000 ლარის ხელფასი, თქვენი შესაბამისი ბიუჯეტის გადასახადები და გადასახდელები უნდა დაგრჩეთ აუცილებლად შესაბამის მუხლებში. საგადასახადო ვალდებულებებში უნდა დაგრჩეთ საშემოსავლო გადასახადი, ხოლო მოკლევადიან ვალდებულებებში საპენსიო ფონდი. საპენსიო ფონდი არ არის ბიუჯეტის გადასახადი და აქვე დამატებით აღნიშნავ, რომ ანგარიშგებაში არ აისახება საგადასახადო ვალდებულებებში. ის არის მოკლევადიანი ვალდებულება, ეგრეთ წოდებული არის გადასახდელი. სავალუტო მუხლების გადაფასება. საწარმოს შეიძლება ტრანზაქციები ჰქონდეს უცხოურ ვალუტაში, აქტივები და ვალდებულებები. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აუცილებელია მათი გადაფასება ეროვნული ბანკის მოქმედი ოფიციალური კურსით, რათა ჩვენი ოპერაციები, რაც აისახა სავალუტოში, სწორი ღირებულებით აგვესახოს. პირობითად თუ გვექნება გადასახდელი რაიმე ვალდებულება, მისი ლარი იმ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს იყოს ზუსტად შესაბამისი. ეს არის აუცილებელი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვამბობ ლართან მიმართებით, იმიტომ თუ ჩვენი საბუღალტრო ბაზები და ჩვენი აღრიცხვის ბაზა არის ლარი და სხვა ვალუტაში არ გვაქვს ბაზა. დროებითი ანგარიშების გადახურვა. რა ხდება ამ დროს? ყველამ ვიცით, რომ სანამ დავასრულებთ გადამოწმებას და პირობითად ჩავხურავთ პერიოდს, ყველა დროებითი ანგარიში, ეს არის შემოსავლები, ხარჯები, როგორც საოპერაციო, ისე არასაოპერაციო, აუცილებლად უნდა გადაიხუროს მოგება ზარალზე და დავთვალოთ ჩვენი მოგება. დროებითი ანგარიშები პერიოდის ბოლოს უნდა იყოს განვლებული. პირობითად ახლა მე მაგალითში განვიხილავ, რომ საანგარიშგებო პერიოდის ანუ წლის ბოლოს გადავხურეთ, თუმცა ჩვენი მიდგომა და პრაქტიკა დროებითი ანგარიშები გადაფასებები მოხდეს ყოველი საოპერაციო თვის ბოლოს მათი გადახურვა. სანამ ანგარიშებს გადახურავთ ამ ნაწილში, მიაქციეთ ძალიან კარგად ხარჯების და შემოსავლების შინაარსებს. ის რომ უბრალოდ პირობითად თქვენ ყველა შემოსავალი ან ყველა ხარჯი გაატაროთ პირდაპირ ერთ შემოსავალზე და ერთ ხარჯზე, ეს საბოლოოდ კი ბატონო დაგითვლით ფინანსურ მოგებას, რომელიც თქვენ შედეგების შესაბამისი იქნება, მაგრამ მთლიანობაში თქვენი ფინანსური უწყისი არაფრით არ იქნება სწორი, თქვენი საოპერაციო მოგება, საერთო მოგება არ იქნება სწორი. იმიტომ რომ ეს რაც არ არის სწორი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია კომპანიამ იცოდეს რა არის მისი საოპერაციო მოგება, რა არის მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგება. არასაბოლოო ფინანსურ მოგებაზე შეიძლება მკვეთრი გავლენა იქონიოს კურსთა შორის სხვაობა. შესაძლებელია იყოს კურსთაშორიდან მიღებული მოგება ან ზარალი, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი შედეგი და ამიტომ მნიშვნელოვანია საოპერაციო მოგება დაითვალოს სწორად. სანამ ხარჯებს გადახურავთ, თქვენი ხარჯები გადაანაწილეთ, რა მიეკუთვნება თქვენ საოპერაციო შემოსავალს, ანუ რა არის შემოსავალი, რომელსაც თქვენი ძირითადი საქმიანობიდან იღებთ და ანალოგიურად ხარჯები. ამ შემოსავლისთვის რა ძირითად ხარჯებსაც წერთ, ეს უნდა ისახოს აუცილებლად თვითღირებულებაში, პირდაპირ ხარჯში, ძირითად ხარჯში, ანგარიშგებაში გაყიდვების თვითღირებულება უწერია. შემდეგ ამით სწორედ ამათ საფუძველზე დავითვლით სწორ საოპერაციო მოგებას, გამოვხვითავთ ადმინისტრაციულ ხარჯებს, გავითვალისწინებთ არასაოპერაციო შემოსავალს და მოგებას და ჩვენი საბოლოო ფინანსური მოგება იქნება სწორი და შესაბამისი. კაპიტალის და სესხების ინფორმაციის შეჯამება და გადამოწმება. ვისაც საბალანსო უწყისებში გიფიქსირდებათ კაპიტალის ან სესხები, როგორც გადასახდელი, ისე მისაღები ვალდებულებები, აუცილებლად გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ შესაბამისია მოგების დეკლარაციაში ასახული მონაცემებისა. როგორც იცით, 2023 წლის ივლისიდან კომპანიები ვალდებულები არიან მოგების ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახონ კაპიტალის როგორც მიღებული, ისე გაცემული სესხების ოდენობები. აქ პროცენტი არ შედის სესხების ნაწილში, იგულისხმება ძირი თანხები. თუ ვალუტაში გაქვთ სესხები, უნდა ასახოთ შესაბამისი ზრდა ან შემცირება, მათ შორის კურსთაშორის სხვაობიდან რამდენია.
ამ ნაწილში დავამატებ, რომ როდესაც ამ ინფორმაციას ვავსებთ მოგების დეკლარაციაში, ამით რაიმე გადასახადი არ გვეკისრება. ეს არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, მაგრამ შემოწმების შემთხვევაში, როდესაც თქვენ შემოსავლების სამსახურის აუდიტორს გაუგზავნით თქვენს პირველად დოკუმენტებს, ისინი ამ ინფორმაციას საოცრად გადაამოწმებენ და თუ აღმოჩნდება, რომ არის უზუსტობა, კანონით არასწორად ინფორმაციის წარდგენა ფულად ჯარიმას ექვემდებარება. შესაძლოა იყოს პირველად გაფრთხილება, თუმცა დასვეულები რომ ვიყოთ, ჯობია სანამ საოპერაციო წელს დახურავთ, აუცილებლად გადაამოწმეთ დაფიქსირებული კაპიტალის და სესხების ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში დააზუსტეთ დეკლარაცია. კი ბატონო, დეკლარაციების დაზუსტება ზოგადად კომპანიის იმიჯზე და სურათზე კარგად არ აისახება, მაგრამ სანამ აუდიტორი აღმოაჩენს ამ შეცდომას და თქვენ თუ იცით, რომ გაქვთ შეუსაბამობა, აუცილებლად გადაამოწმეთ და დააზუსტეთ. თუმცა დავამატებ, თუ ეს არ ეხება კონკრეტულად გადასახდელი ვალდებულებების ცვლილებას, აქ მარიკას დამეთანხმება გავრცელდება სტანდარტული 100 ლარიანი ჯარიმა, თუ თქვენ ვალდებულებების გადასახდელი თანხის შემცირებას არ ახდენთ და მხოლოდ კაპიტალში არის არასწორი დაფიქსირებული მონაცემი, ამ შემთხვევაში სტანდარტულად გავრცელდება ჯდო დეკლარაციაზე 100 ლარიანი ჯარიმა. იმიტომ მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ გაითვალისწინოთ დაზუსტების დროს. საბოლოო ჯამში ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინებით, თუ კი იქნება რაიმე დასაკორექტირებელი, გააკორექტირებთ, ანგარიშებს გადახურავთ და ამ ასეთი გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგება აუცილებლად იქნება სწორი და უტყუარი. აქ დამატებით ერთ ინფორმაციას მოგაწვით, ვინც ფინანსურ უწყისებს აკეთებთ პროგრამიდან. მოგება ზარალი რომ გენერირდება, ის აუცილებლად იღებს ჯამებს ხარჯების შემოსავლების ანგარიშიდან. თუ თქვენ გქონდათ პირობითად რაიმე ხარჯის კორექტირება, გქონდათ მომსახურების ყიდვა, მერე მოხდა მომსახურების თანხა შემცირდა და თქვენ ეს კორექტირება ასახეთ და ხარჯი ასახეთ კრედიტში. ფინანსური უწყისების დამუშავების დროს კრედიტში არსებულ ციფრს ვერ აღიქვამს როგორც ხარჯის შემცირება. ამიტომ გაგიზიარებთ ჩვენს პრაქტიკას, როცა რაიმე კორექტირება გექნებათ, გაატარეთ ზუსტად იგივე გატარებით, არ დაარღვიოთ დებეტისა და კრედიტის ადგილები, არ გადაანაცვლოთ, უბრალოდ გატარებას დაუწერეთ მინუს ნიშანი. ასე თქვენი ანგარიშგებებით სწორად დაგენერირდება და თქვენს არ გექნებათ გადასამოწმებლად ზედმეტი დროის დახარჯვა არ მოგიწევთ. ეხლა გადავედით, რაც თავში აღვნიშნეთ, რა კავშირშია ერთმანეთთან ჩვენი ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზა, საკანონმდებლო ორგანო და საერთაშორისო სტანდარტები. ამ ნაწილს ჩავივლით და თუ კითხვები გექნებათ, ან ნინა დამატებით განავრცობს კიდევ. ყველა ბუღალტრებმა ვიცით, რომ ჩვენ აღრიცხვას ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე. თითოეულ ოპერაციას, თითოეულ საბუღალტრო გატარება ეფუძნება სტანდარტს. და სწორედ აი ამ სტანდარტით მომზადებულ ინფორმაციაზე დაგრძნობით უკვე ვიხდით გადასახადებს. ანუ IFRS-ით მომზადებული ინფორმაცია არის ბაზა და მასზე შემოსავლები გვარიცხავს ვალდებულებებს. ამიტომ ამათ ერთმანეთში ძალიან დიდი კავშირი აქვს და ამიტომ საფრთხილოა ყველა აღრიცხვული ტრანზაქცია, იმიტომ რომ მათზე გათვალისწინებით გვერიცხება გადასახადები. პირობითად რა ხდება და როგორ ცვლის ერთმანეთთან ინფორმაციას ჩვენი ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო, შემოსავლების სამსახური და სარასი. პირობითად კომპანიამ შემოსავლების სამსახური ახდენს დაუშვათ თქვენი კომპანიის შესწავლას, ჯერ აუდიტი არ არის პირობითად დანიშნული, შესწავლის პროცესში აუდიტის მით უმეტეს შემოსავლების სამსახურს აქვს უფლება მოგთხოვოთ პირველადი დოკუმენტები და საბუღალტრო ბაზა. მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ სანამ თქვენ ამ ბაზას მოგთხოვთ, მან თქვენი გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებები გადაამოწმა და ის აუცილებლად თქვენს მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს შეადარებს უკვე გასაჯაროებულ ანგარიშგებებს, შეადარებს საგადასახადო დეკლარაციებს. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში თვითონ თუ საგადასახადო კანონმდებლობით ჩათვალა, რომ გადასახადი აქვს დასარიცხი და გარიცხავთ, შესაძლოა აუდიტის დანიშვნის რისკიც გაჩნდეს, იმიტომ რომ დაუშვათ მოგთხოვათ დოკუმენტები, თქვენ დროულად არ გაუგზავნეთ ან საერთოდ არ გაუგზავნეთ. ანუ ამის უფლებას იტოვებს შემოსავლების სამსახური. და ეხლა პირიქით აღვნიშნავ ერთ ნაწილს, ანუ სარასი რა კუთხით თანამშრომლობს. სარასი, როგორც სულ თავიდან პირველი სლაიდიდან აღვნიშნე, არის მაკონტროლებელი ორგანო ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც
უკვე ჩვენს ყველა გაგზავნილ ანგარიშგებას ამოწმებს, ასაჯაროებს, სარასი დეტალურად ამოწმებს პირობითად რაღაცა X-მა კომპანიამ სწორად აირჩია თუ არა სტანდარტი, შედის ნახულობს კატეგორიებს პირობითად და ხედავს რა სტანდარტი აქვს არჩეული. ან პირობითად ხომ არა აქვს გადაცდენები პერიოდში, ანუ აგზავნის ყოველთვის დაგვიანებით ანგარიშგებას და პირობითად ამას არ აქვს ერთჯერადი ხასიათი. ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის, რომ შემოსავლების სამსახურმა და სარასმა გაცვალონ ერთმანეთთან ინფორმაცია, ვინაიდან კომპანია, რომელიც ყოველთვის დაგვიანებით აგზავნის სტანდარტს არასწორად ირჩევს, უკვე რისკ კომპანიას მიეკუთვნება და შესაძლოა შემოსავლების სამსახური დაინტერესდეს, როდესაც სტანდარტებით ეს დარღვევები აქვს, როგორი ხდის გადასახადებს. ეს შემთხვევა შეიძლება მივაკუთვნოთ, როგორც ინფორმაციის გაცვლა ორ მაკონტროლებელ ორგანოს შორის. თუ გაქვთ რაიმე კითხვა ამ ნაწილში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ სტანდარტით აღრიცხული ბაზის გადამოწმება ხდება შემოსავლების მიერ. ამიტომ ჩვენ ვითვალისწინებთ ბუღალტრები ორივე ნაწილს, როგორც სტანდარტებს, ისე ადგილობრივ რეგულაციებს. როგორ წარმოადგენთ ფინანსურ ანგარიშგებას? მიდებული შეგეკითხებით, თუ შეიძლება 100 ლარიან დაზუსტებაზე ვერ ჩავტვდი ზუსტად რა ასპექტში იგულისხმეთ, თუ თანხა იცვლება 100 ლარის დაჯარიმება დეკლარაციის დაზუსტებაზე თქვით თუ ვერ მივხვდი უკაცრავად რა რაღაცა თქმა ვერ გავიგე. უყურეთ, როდესაც ხორციელდება, ხშირად არის ხოლმე აუდიტის პროცესში აუდიტორი ხედავს ასევე წარდგენილ ანგარიშგებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია, რადგან საჯაროდ არის უკვე განთავსებული და გამოქვეყნებული. აქედან გამომდინარე, ისეთ სამართალდარღვევებთან მიმართებით, რომელთანაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ვალდებულებას, მაგალითად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, რომ სწორად და დროულად შეავსოს დეკლარაცია და უთხოვარი მონაცემები იყოს. დაუშვათ თუ არის კაპიტალში სხვა მაჩვენებელი დეკლარირებულ მონაცემში, ხოლო სხვა მაჩვენებელი ფიქსირდება ფინანსურ ანგარიშგებაში და გამოჩნდა ეს უზუსტობა. როდესაც დეკლარაციის დაზუსტებას ახორციელებ მხოლოდ კაპიტალის გრაფის ციფრობრივი მაჩვენებლის დაზუსტების მიზნით და არა ზოგადად გადასახდელ თანხას ამცირებთ, ამ შემთხვევაში იქნება სამართალდარღვევა, ისეთი სამართალდარღვევა, რომლისთვისაც კონკრეტული ჯარიმის ოდენობა არ არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევებში იყენებენ სტანდარტულად 100 ლარიან ჯარიმას. იგივე არის საბანკო ანგარიშების დაგვიანებით წარდგენა. თუ საბანკო ანგარიში გახსნა კომპანიამ და წარადგინა 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ და უშუალოდ 1 თვეში, 7 დღეში, ამ შემთხვევაში ის ვალდებულება არის დადგენილი, რომ მას უნდა წარედგინა, მაგრამ ასეთი დარღვევის დროს კონკრეტული ჯარიმის თანხა არ არის განსაზღვრული, მაგალითად 200 ლარი, 300 ლარი, რომელიც შეიძლება იყოს სხვა სამართალდარღვევებისთვის. აქედან გამომდინარე, სტანდარტული 100 ლარიანი ჯარიმაა და თუ შემთხვევა იქნება ისეთი, რომ თქვენ დეკლარაციას მხოლოდ ამ მაჩვენებლის დაზუსტების მიზნით წარადგენთ და არ ამცირებთ გადასახდელ თანხას, ის რაც გამოანგარიშებული იყო, ხო, თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის თუ 10 ლარი იყო გადასახდელი, თქვენ იმ 10 ლარს არ ამცირებთ ან არ ზრდით და უბრალოდ კაპიტალის მუხლში მითითებულ მაჩვენებელს დააზუსტებთ, ითვლება, რომ თქვენ ან გაასწორეთ ეს მონაცემი და აქ იქნება 100 ლარიანი ჯარიმა მხოლოდ, მაგრამ თუ ეს გადასახდელი თანხა პირიქით ნაკლებია ჩვენეთ, ამ შემთხვევაში უკვე სხვა ჯარიმა არის, ხო, შემცირებისთვის და სტანდარტულად არის ხოლმე 50% ჯარიმა იმ თანხის, რითაც შემცირდა, თუ ეს არის ცოტა ხანგრძლივი პერიოდი, თუ უფრო უმოკლეს ვადაში მოხდა, გავრცელდება უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლები ოდენობის ჯარიმა. სტანდარტულად რაც არის მოგების დეკლარაციის, მაგალითად დაზუსტებისთვის, ხო, როდესაც ვაზუსტებთ თვითონ დეკლარაციის მაჩვენებელს. კი, მივხვდი, მადლობა დიდი. კი, ანუ თუ მარტო მაჩვენებელს თulis და იგივეა ყველაფერი, ხო, გადასახდელი, გადასახადის თანხა არ იცვლება, ეს იქნება 100 ლარიანი ჯარიმა. მხოლოდ. მადლობა. გადავალ შემდეგ საკითხზე, ესე არის, როგორ წარმოადგენთ უკვე გამზადებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც საიტის პლატფორმის მეშვეობით. ფინანსურ ანგარიშგებას ვაგზავნით რეპორტალ G-დან. რეპორტალ G არის ერთადერთი საიტი საქართველოში, პირველი საჯარო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს უკვე ყველა გაგზავნილ ანგარიშგებას, ასაჯაროებს და ხელმისაწვდომს ხდის სწორედ იმ დაინტერესებული მხარეებისთვის,
რომლებიც აღნიშნეთ ვებინარის დასაწყისში. კომპანია რეგისტრაციას გადის შემოსავლების გვერდის ძირითადი მომხმარებლით და პაროლით ამ საიტზე და ამის შემდგომ ენიჭება შესაბამისი იუზერი და პაროლი და პორტალიდან აგზავნის უკვე მზა ანგარიშგებას. რა ხდება თუ არ გავაგზავნით ან არასწორად გავაგზავნით ანგარიშგებას? ზოგადად დაწესებული ვადა რაც არის 1 ოქტომბერი, თუ ამ 1 ოქტომბერში არ გავაგზავნით, კანონის მიერ შემუშავებულია ფულადი ჯარიმები. აქედან პირველ კატეგორიაზე გათვლილია ყველაზე დიდი 10,000 ლარი, მეორე კატეგორიაზე 5,000 ლარი, მესამეზე 1000, ხოლო ყველაზე პატარა კატეგორიები 500 ლარით ჯარიმდებიან. აქ აღსანიშნავია ერთი საკითხი, რომ პირობითად შესაძლებელია პირველად შემთხვევაში მოხდეს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლა, მაგრამ ეს ამისგან დაზღვეულები არ ვართ, კანონით გათვალისწინებულია ჯარიმა, მაგრამ პრაქტიკაში ხდება ესეთი რაღაცა, ხო, პირობითად თუ არ ვაგზავნით ანგარიშგებას, ვიღებთ შეტყობინებას და ამ შეტყობინების გახსნიდან გვაქვს თქვა 30 კალენდარული დღე, რომ აღმოვხვრათ და გავაგზავნოთ ანგარიშგება. განმეორების შემთხვევაში თუ ისევ არ გავაგზავნით იმ დადგენილ გონივრულ ვადაში, შესაძლოა ჯარიმა გაორმაგდეს კანონის ჩანაწერის მიხედვით. აქვე დამატებით მოგახსენებთ, რომ ყურადღება მიაქციეთ იმას, როდესაც გიწესდებათ გონივრული ვადა, რასაც ვამბობთ შეტყობინების გახსნა 30 კალენდარულ დღე, ეს არ არის ერთი თვე. პირობითად თქვენ რო გახსნით 1 მარტს ანგარიში შეტყობინებას 1 აპრილს არ უნდა წარადგინოთ, 1 მარტიდან უნდა გადათვალოთ 30 კალენდარული დღე და უკეთესი იქნება კარგ ვარიანტში თუ 29 დღეში გააგზავნით და მაინც და მაინც ბოლო დღემდე არ მივიტანთ. ეს იყო ბოლო სლაიდი, მაგრამ სანამ უშუალო პრაქტიკულ მაგალითზე გამოვართ, მინდა პრაქტიკიდან გაგიზიაროთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ადმინისტრაციულ ნაწილში, როგორ მოვაგვაროთ რეგისტრაციის, იუზერების დამატება და მსგავსი საკითხები. პირველი ესეთი ყველაზე გავრცელებული კითხვა, რაც მე მხვდება, ეს არის ადმინისტრატორის შეცვლა. ზოგადად მომხმარებლის ადმინისტრატორის შეცვლა, რომ სხვით ჩანაცვლეს ესეთი რაღაც არ ხდება. ხდება არსებული ადმინისტრატორის გაუქმება და მერე ახალი მომხმარებელი უკვე ახალ ადმინისტრატორს არეგისტრირებს. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, პირობითად თუ მენეჯმენტმა არ იცის, ვინ არის ადმინისტრატორი, პირობითად მოხდა ბუღალტრის ცვლილება, ან შეიცვალა საბუღალტრო კომპანია. ამ შემთხვევაში სარას ვუგზავნით ხელმოწერილ წერილს პასუხისმგებელი პირის მიერ და ვთხოვთ, რომ ჩახსნას და გაუქმოს არსებული ადმინისტრატორი. სარასი აუქმებს ავტომატურად ვინც არის არსებული ადმინისტრატორი და ამის შემდეგ კომპანია გადის ხელახალ რეგისტრაციას და ენიჭება ახალი ადმინისტრატორი. ადმინისტრატორის გარდა RS-ზე გვაქვს დამატებით კიდევ რეპორტაჟზე გვაქვს დამატებით ორი მომხმარებლის ფუნქცია შეგვიძლია დავამატოთ. ეს არის დამთვალიერებელი და ოპერატორი. დამთვალიერებელს რაც შეეხება სახელიდან გამომდინარე აქვს მხოლოდ დათვალიერების ფუნქცია. მას არ შეუძლია უკვე არსებულ ჩანაწერებში რამე კორექტირება შეიტანოს, ან დაამატოს, ან გააგზავნოს თვითონ ანგარიშგება. უბრალოდ შეუძლია უკვე არსებული ინფორმაციას გადახედოს. რაც შეეხება ოპერატორს შეუძლია როგორც უკვე შევსებული ინფორმაციაში შეიტანოს რაიმე კორექტირება, ისე ახალი დაამატოს და გააგზავნოს მათ შორის ანგარიშგებაც. ერთადერთი რა შეზღუდვაც აქვს ოპერატორს არის ის, რომ მას არ შეუძლია ადმინისტრატორის შეცვლა. კიდევ ერთი სასარგებლო ინფორმაცია შეიძლება რომელიმე თქვენგანს გქონდეთ ლიკვიდირებული კომპანია, რომელიც დალიკვიდირდა სანამ ანგარიშგების პერიოდი მოვიდა. ლიკვიდაციის საბოლოო პროცესი არის მისი შემოსავლების გვერდის პორტალის გაუქმება. როდესაც კომპანია დალიკვიდირდება, მისი შემოსავლების მომხმარებელი იუზერის და პაროლიც ავტომატურად უქმდება. აღარც პაროლის აღდგენა ხდება, ანუ საერთოდ ვეღარაფერი ვეღარ კეთდება, ანუ აღარაფერი აღარ იძებნება. რას ვაკეთებთ ამ დროს? კომპანია დალიკვიდირებულია. ზოგადად ლიკვიდაციის პროცესი ვინაიდან მინიმუმ 4-დან 6 თვემდე მაინც გრძელდება, თქვენ არ ხართ შეზღუდული პირობითად, იმიტომ რომ თუ იცით რომ ლიკვიდაციას აპირებთ, მანამდე წარადგინოთ ეს ანგარიშგება, სანამ საბოლოო ეტაპზე შემოსავლების მომხმარებელი გაუქმდება, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ პირობითად ეს ნაწილი ამ ნაწილს ვერ მიყევით, გამოვრჩათ და კომპანია დალიკვიდირდა, სანამ მისი წარდგენის ვადა მოვიდოდა,
იმიტომ რომ ახლა ვეღარ გაევლით ავტორიზაციას, არ დაჯარიმდებით ამ შემთხვევაში. კანონით ლიკვიდირებული კომპანია აღარ აკმაყოფილებს ფუნქციონირებადი საწარმოს განმარტებას, შესაბამისად აღარ გაქვთ ვალდებულება გააგზავნოთ ანგარიშგება და უფრო მეტიც, როგორც აღნიშნეთ, ანგარიშგებებს ვაგზავნით დაინტერესებული მხარეებისთვის, ინვესტორებისთვის. ლიკვიდირებული კომპანია აღარ არის საინტერესო და სასარგებლო დაინტერესებული მხარეებისთვის, შესაბამისად ამ ნაწილში იქნებით გათავისუფლებული. აგრეთვე ანალოგიურად შეგიძლიათ ხელმძღვანელოთ არაფუნქციონირებადი კომპანიები, ვინც არიან, აქვს ესეთი ღილაკი, არაფუნქციონირებადი საწარმო და ეს გადაუნიშნოთ. ამ ღილაკის გადანიშნით თქვენ ეს დაინტერესებული მხარეებსაც სწორ ინფორმაციას ასვით, იმათ იციან, რომ ეს კომპანიები ეხლა არ ფუნქციონირებენ, რომ რამით რომ დაინტერესდნენ. კიდევ ესეთი რაღაცა კონსოლიდაციაზე აღნიშნე და დამატებით დავამატებ ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვინაიდან ჩვენ განვიხილავთ ეხლა მცირე და საშუალო საწარმო სტანდარტს, მეოთხე კატეგორიას არ აქვს ვალდებულება გაითვალისწინეთ, თუ გაქვთ კონსოლიდაციის ვალდებულებები, მესამეს აქვს და ერთი დამატებითი ადმინისტრაციული საკითხი, რაც შემიძლია კიდევ მოგაწოდოთ, არის ესეთი რაღაცა. პირობითად კომპანია დაფუძნდა 2022 წელს. ეხლა არის 2024 წელი და ვაგზავნით ანგარიშგებას. 22 წელს დაფუძნდა, არავის არც ერესი არ შესულა, არაფერი არ გააქტიურებულა საერთოდ. კომპანია საერთოდ ტრანზაქცია არ ქონია არაფერი. მოვიდა 2024 წელი, კომპანიას ჰქონდა ძალიან ისეთი ნაყოფიერი პერიოდი, აქვს ტრანზაქციები და ჩავარდა მესამე, მეოთხე კატეგორიაში და აქვს ანგარიშგება გასაგზავნი. შევდივარ ზომით კატეგორიაში, შევავსეთ და ამის იქით პორტალი აღარ გაგვიშვებს. იმიტომ რომ პორტალი ავტომატურად ამოწევს მისი რეგისტრაციის თარიღს, ხედავს რომ კომპანია 22 წელს არის დარეგისტრირებული, როგორც კატეგორიების გავლის დროს აღნიშნეთ 2 წელი გჭირდება. ანუ ამ შემთხვევაში აკეთებთ რას? ხსნით წინა 2 წლის ზომით კატეგორიის ფანჯრებს და უბრალოდ დავსებთ ზომით კატეგორიას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ჰქონდა ნული ტრანზაქცია, დირექტორი ხო ყავდა ყოველთვის დაქირავებულთა რაოდენობაში დააფიქსირებთ 1-ს, დანარჩენ მონაცემებში მიუთითებთ 0-ს, ამის გაგზავნა საჭირო არ არის, ამაში არც დაჯარიმდებით, ამით პორტალი აღიქვამს, რომ წინა 2 წლის კრიტერიუმები განისაზღვრო, რომ არაფერი ტრანზაქცია არ ქონია და უკვე აქტიურ გასაგზავნ სავალდებულო პერიოდზე ჩაგიჯდებათ სწორი კატეგორია და გააგზავნით. თუ ამას არ გააკეთებთ, ესეთი კომპანიები, ვისაც ყავთ ფიზიკურად კატეგორიის იქით ვერ წახვალთ, პორტალი აღარ გაგიშვებთ და მოგთხოვთ, რომ უბრალოდ გახსნათ წინა წლის ზომითი კატეგორიები და შეავსოთ. ამით ჩვენი თეორიული ნაწილი დასრულდა. თუ გაქვთ კითხვები ამ ნაწილთან დაკავშირებით, მოიწერეთ, კითხეთ. გიპასუხებთ, თუ არა შეგვიძლია განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითს გაჩვენებთ, სლაიდს გაგიზიარებთ, გავაკეთე ერთი მესამე კატეგორიის ამ შემთხვევაში მე უპირატესობა მივანიჭე IT სფეროს კომპანიას, გავაკეთე ფინანსური ანგარიშგება თავისი ცხრილური ფორმებით, ვიზუალურად და ტექსტურად აგიხსნით, როგორ გამოიყურება მესამე კატეგორიის კომპანიისთვის სრული ფინანსური ანგარიშგება. რაც უნდა იტვირთოს სარასზე. კი ბატონო, სანამ გადავალთ, კითხვები ვნახოთ, მოგესალმებით, ხმა არ მესმის. ძალიან დიდი ბოდიში ახლა ვნახე, იმედია ისმოდა. უბრალოდ ვინმე მოგწერეთ, ხმა ისმოდა კარგად ვებინარის განმავლობაში? ჩემთან ისმოდა კარგად. ხო, სავარაუდოდ მაშინ და ეხლა გადავალთ. კი ბატონო, დასაქმებულთა რაოდენობის დათვლაზე ვხედავ პირველ კითხვას და გიპასუხებთ ახლავე. როგორ ითვლება დასაქმებულებში, როგორც აღნიშნე, ეს არ არის უბრალოდ რაოდენობა. დასაქმებულები უნდა იყოს საშუალო რაოდენობას ვთვლით. პირობითად გვაქვს 12 თვე, თითოეულ თვეში რამდენი თანამშრომელიც ყავდა, ვაკეთებთ ძალიან მარტივად ცხრილს და ვითვლით საშუალოს. ყოფთ 12-ზე. ასე გამოყავს საშუალო დასაქმებულთა რაოდენობა. როგორც აღნიშნე, დირექტორიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ დასაქმებულთა რეესტრში ერთ-ერთი დასაქმებულია დირექტორიც.
და აქ დავამატებ ინფორმაციას, რომ დასაქმებულთა რეესტრიც ამავე დროს გადაამოწმეთ, რომ შესაბამისობაში გქონდეთ იმ თანამშრომლები, რომლის საფუძველზე საშუალო რაოდენობას დაითვლით, შეესაბამებოდეს RS-ზე შემოსავლების გვერდზე დაფიქსირებულ პირთა რეესტრს, იმიტომ რომ ესეც გეცოდინებათ, ესეც კანონით ჯარიმას ექვემდებარება. გვაქვს 5 დღე იმისთვის, რომ ავსახოთ ცვლილება როგორც თანამშრომლის მიღების, ისე თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის. ამიტომ ამ ნაწილში ყოველთვის როგორც რაღაცას გადაამოწმებთ, ანუ სტანდარტი და კანონმდებლობა მოიყვანეთ ერთმანეთთან შესაბამისობაში. შემდეგი ესეც შეწყდება. შეიძლება ესეც პირველი შედესტან თუ იგზავნება ყოველწლიურად ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ხდება. შეთქმის შემთხვევაში ამ შემთხვევაში რჩება ერთი სამართლებრივი სუბიექტი და შევსება გაგრძელდება უკვე არსებული, ანუ ახალი კომპანიიდან. შესაბამისად, შერწყმას თუ გულისხმობთ, როდესაც ორგანიზაცია და ერთი სამართლებრივი სუბიექტი რჩება, ამ შემთხვევაში ის წინა შეპესე ხრება, ასე ვთქვათ, რეგისტრაციიდან ხსნება და გვაქვს ახალი სუბიექტი, რომელიც გააგრძელებს შესაბამის ვალდებულებას და თავად წარადგენს ფინანსურ ანგარიშგებას. თუ აქ სხვა რაიმეს გულისხმობთ, გთხოვთ კითხვის ავტორმა, რომ დააზუსტოს შეკითხვა, რომ პარალელურად, როდესაც შერწყმა განხორციელდა და ერთი კომპანია დარჩა, ვალდებულება, რომ ძოლმა გააგრძელოს ფუნქციონირება და თავისი სარასიდან აგზავნოს ანგარიშგებების სამართალ მემკვიდრე იქნება ახალი სუბიექტი და ის ჩვეულებრივად გააგრძელებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენას. სხვა კითხვები თუ გაქვთ, გთხოვთ მოგმართეთ. გადავიდეთ უშუალოდ პრაქტიკულ ნაწილზე და გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ერთი კონკრეტული კომპანიის სრული ფინანსური ანგარიშგება. კი ბატონო, იმიტომ რომ არაფუნქციონირებადი, რაც გიპასუხეთ, კი ბატონო, კითხვის ავტორს სწორად გაიგეთ. კი, ანუ ჩვენი პასუხი იგივე რჩება, რადგან სწორად ვეღარ აკმაყოფილებს ფუნქციონირებადი საწარმოს განმარტებას კანონით, რაც არის მოთხოვნილი. კი ბატონო. ახალი სუბიექტი არის სამართალ მემკვიდრე, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივად გააგრძელებთ ამ კომპანიის სახელით ანგარიშგების წარდგენას. სხვა კითხვები თუ არის? შეგიძლიათ პრაქტიკული კითხვებიც დასვათ, არც ეგ არ არის ფინანსური ანგარიშგება განვიხილეთ, რომლის ბაზა იყო ეს პრაქტიკული ბუღალტერია, თუ იმ ნაწილშიც გაქვთ კითხვები, მე რა ეტაპებით შემოთვალე, მანდაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები. გადავიდეთ უკვე პრაქტიკულ ნაწილზე. კი ბატონო, კი, გადავიდეთ. კარგით, მადლობა. ეხლა გავაზიარებ, როგორ გამოიყურება ერთი კონკრეტული კომპანიის სრული ფინანსური ანგარიშგება, ვისაც გაქვთ მესამე კატეგორიის კომპანია, სწორედ ამ ფორმით მოგიწევთ. ნუ, ზოგადი ფორმა იგივე დარჩება, მაგრამ რა თქმა უნდა, შინაარსი შეგეცვლებათ კომპანიის კატეგორიიდან გამომდინარე. მე გავაკეთე ერთ-ერთი კომპანია და სფერო დავირჩიე IT მომსახურება. ამ კომპანიის ფინანსური ანგარიშგება გავაკეთე, გაგიზიარებთ ეხლავე, რომ თქვენც დაინახოთ, უბრალოდ პირველ რიგში ვინმე დამიდასტურეთ, რომ ხედავთ. თუ ხედავთ ანგარიშგებას, კი ბატონო, ჩანს ანგარიშგებას, ხედავთ. პირველ რიგში ეს არის ერთი კომპანიის სრული სეტი. ანგარიშგებას ვიწყებთ ცხრილური უწყისებით, რაც არის, გადაგვაქვს ჩვენი ფინანსური უწყისები. პირველი ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება, იგივე ბალანსი, შედეგები, მოგებაზარალის ანგარიშგება, ფულადი ნაკადების ანგარიშგება და საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება. ცხრილური ნაწილების დატანის შემდეგ ეს უკვე ჩვენს მიერ დამუშავებული საზრდელი ბალანსი და ნამოსული ინფორმაცია და დაგენერირებული უწყისებია. ამის შემდგომ ტექსტურად ვიწყებთ ჯერ განვმარტავთ კომპანიას,
რა კომპანია, როდის დაფუძნდა, რა მისამართზე, რა არის მისი ძირითადი საქმიანობა, რა პერიოდის ანგარიშგებაა მომზადებული, რა სტანდარტი აქვს გამოყენებული და შესაბამისად რა ვალუტაშია მომზადებული ეს ანგარიშგება. მე გადავდივართ უშუალოდ კომპანიის პოლიტიკის განხილვაზე. რა პრინციპით არის მომზადებული ეს ანგარიშგება, რა კუთხით არის ასახული აქტივები, ვალდებულებები, შემოსავალი როგორ გვაქვს აღიარებული, შესაძლებელია რომ პირობითად შემოსავალი გქონდეს აღიარებული მაშინ, როცა გამოვიმუშავებ პირობითად, ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში მე მქონდა დაუშვათ რაღაც აბონენტური ყოველთვიური შემოსავალი, რომელსაც ეგრე პერიოდების შესაბამისად ვაღიარებდი, მაგრამ მქონდა პირობითად რაღაცა გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც შესრულების პროპორციულად ვაღიარებდი. ძირითადი საშუალებების და ცვეთის დროს აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ, რა ტიპის ძირითადი საშუალებები გაქვთ, სტანდარტით რა სასარგებლო ვადები გაქვთ მინიჭებული, რა ცვეთის მეთოდი გაქვთ არჩეული, როგორ გაქვთ აღრიცხული, აგრეთვე უნდა მიუთითოთ პირობითად ძირითადი საშუალებების ცვეთის ან არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ნაწილს რა ხარჯებს მიაკუთვნებთ, რასაც ვისაუბრეთ, ეს იქნება კომპანიის ძირითადი ხარჯი თუ გაიყვანთ ადმინისტრაციულ ნაწილში. ამის გარდა შეიძლება გქონდეთ რაღაცა დამატებითი რემონტის ხარჯებს, რასაც ვეძახით ბუღალტერიაში, რა პრინციპით გაქვთ. ანუ ეს ჩემს კონკრეტულ მაგალითია, რა პრინციპით არის, მე ვაღიარე, რომ ესეთი პატარა ხარჯები თმე ძირითადი საშუალებების თვითღირებულება არ გამიზრდია, მე ვაღიარე მიმდინარე პერიოდის ხარჯებად. გაუფასურება არ ქონია, შესაბამისად ამ ფინანსურ ანგარიშგებაში ამაზე ინფორმაცია არ გამიჟღერებია, არ დამიწერია. მოგების გადასახადზე ვაფიქსირებთ, რომ მას მერე რაც ესტონურ მოდელზე გადავედით, მოგების გადასახადი ერიცხება არის ნორმა 15% და ერიცხება მას მერე რაც მოგება განაწილდება, თუ მოგება არ განაწილებულა, შესაბამისად მოგების გადასახადი არ იქნება დარიცხული ფინანსურ უწყისებში და არც იქნება ასახული. სხვა დამატებით შენიშვნაში შეგიძლიათ დაწეროთ, თუ კომპანიას აქვს რაიმე სესხები, ქონება ხო არ არის დატვირთული გირავნობით ან ლიზინგით. ეს არის უბრალოდ ინფორმაციული ხასიათი. აი ამ ნაწილში წერთ მხოლოდ ტექსტურ ინფორმაციებს, რა პრინციპით მოამზადეთ ანგარიშგება. განმარტებით შენიშვნებში უკვე რომ გადადიხართ, უკვე თქვენს კონკრეტულ ციფრებზე საუბრობთ. იმ ციფრებზე, რაც გიწერიათ ფინანსურ უწყისებში და კონკრეტულად წერთ ციფრებში, მაგალითად, ფულადი სახსრები რა იყო, ეხლა რა გაქვთ, მათ შორის თუ გაქვთ ქეში, ამასაც აღნიშნავთ. სავაჭრო მოთხოვნებში აგრეთვე მოთხოვნების და კრედიტორების დროს აუცილებლად აღნიშნეთ საეჭვო ვალები ხო არ იყო, ან მისაღები რაიმე დავალიანებები. დააფიქსირეთ რა არის პერიოდი, რა პერიოდშიც თქვენ ვალდებულებებს ფარავთ. ამ პირიქით მოთხოვნებს იღებთ. ძირითად საშუალებებზე აუცილებლად ჩამოწერეთ დეტალურად თავიანთი ცვეთის თანხები და როგორც აღნიშნე, მიუთითეთ კატეგორია. მე მაგალითად ეს იყო IT კომპანია, მაგრამ ლიცენზიების ხარჯი მქონდა მცირე და გავუშვი პირობითად მისი ამორტიზაცია ადმინისტრაციულ ხარჯებში, ავეჯის ცვეთა გავუშვი ადმინისტრაციულში, მაგრამ კომპიუტერები და IT მქონდა საკმაოდ დიდი, ის გავუშვი ძირითად ხარჯში, იმიტომ რომ ის იყო მე მისით ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ ეგ იყო და მაგაზე დაყრდნობით გამოვიმუშავე. სავაჭრო მოთხოვნებზე აღნიშნე, რომ შეაფასეთ თქვენი გადასახდელი ვალდებულებები, რა პერიოდშია და აგრეთვე დარწმუნდით, რომ ის რაშიც თანხებს იხდით, ის შესყიდვები პირდაპირ უკავშირდება თქვენს ეკონომიკურ საქმიანობას. შემოსავლის ნაწილზეც რა ნაწილი მიიღეთ პირობითად გრძელვადიანი პროექტებიდან, რა ნაწილი აღიარეთ, ეს ნაწილიც გათვალეთ და რა მიიღეთ მაგალითად ყოველთვიური სერვისებიდან. შედარება გააკეთეთ წინა პერიოდზე. ვებინარის დასაწყისში აღნიშნე, რომ უნდა იყოს შესადარისი, ამიტომ ამ შემთხვევაში ორ პერიოდს ერთმანეთს ვუდარებთ. ხარჯების ნაწილში აუცილებლად გამიჯნეთ დეტალურად ერთმანეთისგან გაყიდული საქონლის თვითღირებულება, იგივე costs, რასაც ვეძახით და ადმინისტრაციული ხარჯებისგან სწორი ფინანსური მოგების დასაცვლელად. ახსნა განმარტების შენიშვნაში კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ დაწერეთ კონკრეტულად თქვენი უწყისებიდან ამოღებული ინფორმაცია, რაც თავიდან ტექსტურად გათვალეთ და შინაარსობრივად გეწერათ. განმარტებით შენიშვნებში უკვე გადადით ციფრებზე. თითოეულ ნოთში ამოიღეთ თანხები, ისაუბრეთ თანხები და შეადარეთ წინა პერიოდს. მაგალითად, დაკავშირებულ მხარეებში, ჩემს კონკრეტულ ანგარიშგებაში მიწერია, რომ დაკავშირებული მხარეები არიან ხელმძღვანელები და დამფუძნებლები.
დივიდენდის კარგი მინაწილებია, შესაბამისად თუ კი მათზე რაიმე თანხა გავეცი იყო ხელფასიან ბონუსი და ჩვეულებრივად დავბეგრეთ თანამშრომლის ანაზღაურებაში. დაკავშირებულ მხარეებში ახლა თუ გეყოლებათ კომპანიები, მაგალითად ეს ძირითადად არარეზიდენტებს ეხებათ, თუ მისი წარმომადგენლობა ხართ ან ფილიალი, ამ ნაწილში შეგიძლიათ ერთ ნაწილი ჩართოთ და დაკავშირებულ მხარეებში ასახოთ. აქ უბრალოდ გაითვალისწინეთ ერთი საკითხი, რომ დაკავშირებული მხარეების ოპერაციები უნდა იყოს აფრთხილი საბაზრო ფასებით, იმიტომ რომ პირობითად მე თუ რაღაცა ვიყიდე ჩემი გრუპი კომპანიისგან, ფასი უნდა იყოს რელევანტური, მე რომ წავიდე და იგივე რაღაცა ვიყიდო აქ. ის არის მთავარი. შეზღუდვებში ისევ გირავნობა გარანტიები, რომ კომპანიას არ აქვს, დააფიქსირებთ თუ გაქვთ რაიმე სასამართლო დავა ან რაიმე სარჩელს ხომარელოდებით, ეს აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ ანგარიშგებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენი ანგარიშგება გასაჯაროებდება, შესაძლებელია ვინმე ინვესტორი, გარე დაინტერესებული პირი დაინტერესდეს, მას უკვე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა ხდება თქვენს კომპანიაზე. ძალიან დეტალურად აღწერეთ შემდგომი მოვლენები. პირობითად საანგარიშგებო პერიოდი დასრულდა 31 დეკემბრის მდგომარეობით, მაგრამ სანამ ჩვენ ეს ანგარიშგება მოვამზადეთ ფინანსური უწყისები, რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი მოხდა, მაგალითად მოხდა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ხელშეკრულების შეწყვეტა. რაღაცა დიდი მნიშვნელოვანი ქონება დამეციან და IT საქმიანობაში ვარ და კომპიუტერების და IT საქონელში მქონდა მკვეთრი დაზიანება. მოხდა კურსსაშორის მკვეთრი ცვლა. მართალია ის ოპერაცია დაასრულდა, ის ანგარიშგებო პერიოდი დაასრულდა, მაგრამ მე სანამ გავასაჯაროვე და წარმოადგინე ჩემი ანგარიშგება, ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, ეს აუცილებლად უნდა დავწერო და დავაფიქსირო, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა ეს ინფორმაცია ჰქონდეს. აი ამ უსში ცოტა ძველ პერიოდს გავიხსენებ, პანდემიის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის აისახებოდა, იმიტომ რომ ეს იყო გლობალური პანდემია, რომელიც მათ ძალიან ცუდი კი ყველა ბიზნესს შეეხო და შემდგომ მოვლენებში ეს ოპერაცია ყოველთვის იყო დაფიქსირებული იმ წლებში. საბოლოო ჯამში უნდა დაწეროთ კიდევ ტექსტურად აუცილებლად, რომ კომპანია აქვს აქტიური სტატუსი, ანუ იმიტომ რომ აქტიურად მუშაობს, სტანდარტის შესაბამისად გაქვთ მომზადებული ანგარიშგება და ლიკვიდაციას საქმიანობის შეჩერების რაიმე ვარაუდი არ არის, ან რაიმე სამომავლო პერსპექტივა. ესეც უნდა დააფიქსიროთ, რომ ანგარიშგების გაგზავნის დროს კომპანია აქტიურია და ფუნქციონირებადობის პრინციპს აკმაყოფილებს. ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი უკვე დამუშავებული უწყისებით გაუგზავნოთ აუდიტორს, თუ რა თქმა უნდა აუდიტს აკეთებთ, თუ არა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით აწვირთოთ ანგარიშგება. აქ დავამატებ კიდევ ერთ სასარგებლო ინფორმაციას, ვისაც გაქვთ ტექსტური ნაწილი ასატვირთი, იცით როგორი ფორმითაც იტვირთება, უნდა იტვირთოს მთლიანი Word-ი გადაყვანილი PDF-ში და უნდა დაემატოს მას ბოლოში ხელმოწერილი გვერდები. ანუ თქვენი ანგარიშგება უნდა იყოს დასერჩვადი, პრინციპი არის ეს და უნდა იყოს ყველა ხელმოწერილი გვერდთან მიბმული ამ ანგარიშგებაზე. იმიტომ რომ პირობითად თუ არ ექნება ხელმოწერა და თქვენ მაინც ასე გააგზავნეთ ანგარიშგებას პორტალი ამაზე არ შეგაფერხებთ, ანუ ეგრეთ წოდებულ ერორს არ ამოაგდებს, ანგარიშგება გაიგზავნება, თუმცა მალევე მოგივათ ხარვეზი მიიჩნევით, რომ ხელმოწერილი არ არის ანგარიშგება და მოგეცემათ გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად. და აი ამ ნაწილზე ერთს კიდევ დავამატებ, პირობითად, როდესაც არ გავაგზავნეთ ანგარიშგება დროულად და დაუშვათ, მოგვივიდა შეტყობინება და ხდება პრაქტიკაში ხშირად, რომ დროის მოგების ხსნით გვიან გავხსნათ ანგარიშგება. ეს არც ისე კარგია, იმიტომ რომ როგორც იცით, ეს შეტყობინება არ გამოიგზავნება მარტო რეპორტალ G-ზე, გამოიგზავნება RS-ზე, ანუ შესაბამისად შეიზღუდებით ყოველდღიურ საქმიანობაზე, ჩაგივარდებათ სავალდებულო შეტყობინების ფანჯარაში. ფიზიკურად ვერ შეძლებთ RS-ზე შესვლას, ზედნადების გამოწერას, მინიმუმ დეკლარაციების დროს შეფერხდებით. ამიტომ ეს არც ისეთი კარგი ალტერნატივაა დროის მოგების მიზნით, სანამ RS-ზე მიიღებთ შეტყობინებას, ჯობია დააპრიორიტეტოს ეს საკითხი, ნაკლებ რისკებში ჩავარდეთ, იმიტომ რომ თქვენ თუ დაგვიანებით გააგზავნეთ ანგარიშგებას, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, იქ ისეც დაფიქსირდება, რომ თქვენი ანგარიშგება არ იყო ვადაში გაგზავნილი. მოკლედ, თეორიული და პრაქტიკული ნაწილი სრულად ამოვწურე, რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა.
მზად ვართ მეც და ნინაც გიპასუხოთ, შეგიძლიათ დაგვისვათ რა კითხვებიც გაქვთ, თუ გაქვთ რაიმე кейსი მიმდინარე პრაქტიკული ან ჩვენს მიერ წაკითხული ვებინარიდან გამომდინარე, ვებინარის დასრულებისთანავე გამოგეგზავნებათ ტექსტური პრეზენტაცია სრულად ყველა მონაწილეს, უბრალოდ განმარტებით შენიშვნებზე ვიტოვებ უფლებას, რომ ეს არ გამოვაგზავნო, იმისთვის რომ რაიმე გაუგებრობა ავიცილოთ თავიდან, ვინაიდან ეს დრაფტი მორგებულია მხოლოდ IT კომპანიის შემთხვევაში. სხვა სფეროს კომპანიაზე მთელი ახსნა განმარტებითი შენიშვნები იქნება გასაახლებელი, რაიმე უზუსტობა რომ გამოირიცხოს ამ ნაწილში ბოდიშს მოგიხდით და დავიტოვებ უფლებას, რომ არ გავაზიარო. თუმცა ჩვენი საკონტაქტო ვებინარზე დატანილია, ნებისმიერი კითხვა, რაც კი გექნებათ შეგვეხმიანეთ, მოგეხმარებით როგორც ახსნა განმარტებითი შენიშვნების დამუშავებაში, ისე ფინანსური ანგარიშგების გაგზავნაში. გისმენთ აბა, კითხვები? თუ იყო სასარგებლო თქვენთვის, ვეცადე რომ მაქსიმალურად პრაქტიკული და ადვილად გასაგები ენით გადმომეცა იმისთვის, რომ არა მხოლოდ პრაქტიკოსებს გაიგოთ, არამედ მენეჯერებსაც. უღრმესი მადლობა. თავისუფლად საინტერესო იყო, ორი აზრი არ არის, უბრალოდ ცოტა ტრანსპორტიდან მიწევდა ესე ყურისდევნება და თქვენ მიერ გამოგზავნილ მასალებს აუცილებლად გადავხედავ და თუ რამეს არსებით შეკითხვა გამიჩნდება, მაგასთან დაკავშირებით შეიძლება შეგაწუხოთ უბრალოდ ერთი პატარა შეკითხვა. შეიძლება არა, დაგვირეკეთ და დაგეხმარებით აუცილებლად, თუ კი თვითონ პრეზენტაციაზე ან ზოგადად გექნებათ რაიმე кейსი. ჩანაწერს კითხულობენ. ჩანაწერიც გვაქვს და ჩანაწერი და პრეზენტაციას გაგიზიარებენ იმ მეილებზე, სადაც რეგისტრაციის ლინკი მიიღეთ, უბრალოდ ანგარიშგების დრაფტზე, როგორც გითხარით, გარკვეული მიზეზების გამო ვერ გავაზიარებ, მაგრამ თითოეულს, ვისაც გაქვთ მესამე კატეგორიის სტანდარტი, მოგეხმარებით დრაფტის დამუშავებაშიც და ტექნიკურ ნაწილზე სარასზე ანგარიშგების შევსებაშიც. უღრმესი მადლობა. მადლობა დიდი. გვიხარია გიორგი, მადლობა. სხვა კითხვები ხომ არ არის? ამ ფორმატში თუ არა ველოდებით, რომ ჩვენი შეხვედრის შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვები და ჩვენ ღია ვართ თითოეული კითხვისთვის, თქვენი პირადი მაგალითისთვის, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ და ჩვენ შესაბამისი უკავშირით დაგიბრუნდებით აუცილებლად. ჩემი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ფინანსური ანგარიშგება არ არის მხოლოდ განყენებულად, კვეთას გავაკეთებ საგადასახადო თემატიკასთან, სხვა საზედამხედველო ორგანო არის კანონმდებლობაც, თუმცა როდესაც სუბიექტი იწყებს ფუნქციონირებას და მას სხვადასხვა ვალდებულებები აქვს, შეიძლება იყოს ეს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების აუდიტის სამსახურთან, შემოსავლების სამსახურთან, ზოგადად ფინანსთა სამინისტროსთან, აქ ყოველთვის არის გარკვეული ბმა, რადგან ერთ დოკუმენტში დაფიქსირებული მონაცემები, რომელიც მარტივად და ხელმისაწვდომია გადამოწდეს სხვა დოკუმენტში მითითებულ მონაცემებთან, ამას ყოველთვის ექნება ადგილი. ეს იქნება აუდიტის შემოწმება, ეს იქნება დაინტერესებული პირები, როგორც მარიკამ ახსენა, ინვესტორები, მენეჯერები და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილით იქნა შევსებული ფინანსურ ანგარიშგებაში თითოეული მაჩვენებელი, რადგან იქიდან მრავალი მათგანი ასევე პარალელურად ასახვას პოვებს უკვე დეკლარაციაშიც და დაინტერესებულ პირს ყოველთვის მარტივად შეუძლია გადაამოწმოს ეს მონაცემები და მოახდინოს ურთიერთშეჯერება, განსაკუთრებით მაღალი კატეგორიის საწარმოებს, რომელთა ფინანსური ანგარიშგება უკვე საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება და უზუსტობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებთან თუ შემოწმებელთან ყოველთვის ჩნდება დამატებითი კითხვები, რაც მოითხოვს დამატებით რესურს კომპანიისგან, ეს იქნება თანამშრომლის ჩართულობა თუ სხვა, ასე ვთქვათ, რესურსი და ასე ვთქვათ, გარკვეული პრობლემებიც კი რიგ შემთხვევებში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია იყოს ყველგან დაფიქსირებული ურთიერთშეჯერებული პოზიცია და მონაცემები, რა თქმა უნდა. თუ
კითხვები არ არის, კი ბატონო, და დაგემშვიდობებით. მოიწერეთ უბრალოდ თუ არ გაქვთ კითხვები. კარგით, მაგრამ როგორც წინამ აღნიშნა, როდესაც ინფორმაციას მიიღებთ ან ხელახლა მოусმენთ, თუ გექნებათ კითხვა, ჩვენი გუნდი მზად არის გიპასუხოთ, დაგეხმარებით, შემოგვეხმიანეთ, ეს ნამდვილად არ იქნება პრობლემა. აუცილებლად და მადლობა უღრმესი. კარგით, გიორგი, ყველა მსმენელს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. კარგი სალო, სამწუხაროდ ვერ კი ბატონო, სალო, თქვენ ამ პრეზენტაციას და ჩანაწერს მიიღებთ, გაეცანით, თუ გექნებათ რაიმე ღია საკითხი, შეგიძლიათ შემოგვეხმიანოთ. ის რომ ახლა ეს 16 დეკლარაციების გამო ეს რიცხვი განგებ შევარჩიეთ, დროც ისეთი შევარჩიეთ, რომ გზაში არ ყოფილიყო ყველა, მაგრამ არაუშავს ხდება, გაეცანით ვებინარს, ჩანაწერს, კითხვებზე შემოგვეხმიანეთ. მადლობა თქვენ. მადლობა თითოეულ მსმენელს. დაგემშვიდობებით დღეს და იმედს შევხვდებით კიდევ.